ვარ ნოცა სოლომონიძე 8 წლის. სწავლობ ხულოს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ არგინეთში. მახსოვს პირველი დღე არგინეთში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ცოტათი ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი ბავშვები, მერე გავიცანი მასწავლებელი და ბოლოს დავიწყე ვარჯიში. ცეკვაში ჩემი მასწავლებელია სულხან საფანიძე. როცა ვაბრაზებთ ცოტა მკაცრია, როცა კარგად ვიქცევით ძალიან მხიარულია. ძალიან კარგად ცეკვავს და რაც მთავარია უყვარს ბავშვები. ცეკვაში ყველაზე რთულია შპაკაჩი ჩაჯდომა და თავის იატაკზე დადება. ყველაზე ადვილია ცერებზე აწევა. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. უკვე მზადებით დავდგამთ რაჭულ ცეკვას და ქართულ ცეკვას. მე მაქვს ცეკვის ნიჭი და ძალიან მიხდება სცენა. მე მინდა კონცერტი მქონდეს თბილისის ფილარმონიაში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი წითელი კაბა. კაბას უნდა ქონდეს ქართული ორნამენტები და შავი ქამარი. ჩვენს ანსამბლში გოგოებიც ვცეკვავთ და ბიჭებიც. ჩემი აზრით უფრო გოგოები კარგად ვცეკვავთ, რადგან ბიჭები დახტიან და მასწავლებელს არ უჯერებენ. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკვო 5 წელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. მე ვიცი მზის ხატვა, გოგოს ხატვა, ბიჭის ხატვა, ბუნების დახატვა და გემების დახატვა. ყველაზე რთულია ლამაზი სახლების დახატვა. ყველაზე ადვილია მთების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის წითელი და რომელიც არ მიყვარს ყავისფერი. მე ვაგროვებ ნახატებს და ახლა მაქვს 35 ცალი. იმიტომ ვაგროვებ რომ როცა ბათუმში სახლს ავაშენებ, კედელზე გამოვფინო. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ბარბის თოჯინა და წელს მინდა მაჩუქოს დიდი მაკიაჟი. გაპრანჭვა არის ჩემი ჰობი. გაპრანჭვის მერე ყველაზე უფრო მეტად სტუმრობა მიყვარს ემილი შანთაძესთან. ის არის ჩემი კლასელი და საუკეთესო მეგობარი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 61 წლის და მისი ნამდვილი სახელია ჩუმბერი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მილენა შანთაძე. ყველაზე ჭკვიანია ემილი შანთაძე. ყველაზე მშვიდია ელიფი შავაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლუი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია თინა ბურქვაძე. იმიტომ რომ ბავშვებიც უყვარს, ლამაზიც არის და ძალიან მხიარულია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მასაჟისტი და სალონისტი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. უფრო პატარა რო ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოვსულიყავი ფიფქია. მე იმიტომ არ გამოვედი, რომ ისედაც პრინცესა გოგო ვარ. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რომ ვიყო თინეიჯერი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 დადა, 3 ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია გუგა. ნერვებს მიხლის და ძალიან ცელქი არის, მაგრამ ძალიან უყვარვარ. ნერვებს მიხლის მაშინ, როცა ვეუბნები რომ დამიჯერე მეთქი და არ მიჯერებს. ჩემი აზრით გუგა რო გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის მხიარული, შრომის მოყვარე და ძალიან უყვარს ბავშვები. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ჭკვიანი და მასაც ძალიან უყვარს ბავშვები. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო სალათა. ახლა ყველაზე კარგად გამომდის პიცის გამოცხობა.
ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ჩახოხბილი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები. საყვარელი მულტფილმია გრინჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, თინა მასწავლებელი გახდებოდა ჩემი დეიდა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში და თბილისში. ყვავილებიდან მე ვგავარ ცოტა ნარინჯისფერ და ცოტა წითელ ვარდს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნუცა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნუცა დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცა რომ არ მერქვას მე მერქმეოდა მარიამი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბრჟუღიალა ფურცლები. ბედნიერება არის ლეკვის მოყვანა სახლში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.